დღეს არის შაბათი 22 თებერვალი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 9 თებერვალი დღევანდელი წმინდანების შესახებ გვისაუბრია ეს არის საუბარი 53 და მე ჩამოგითვლით ესე იგი ფაქტიურად ყველა წმინდანის შესახებ გვისაუბრია გარდა მამა გაბრიელის შესახებაც ვისაუბრეთ მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ დღეს დეტალები მისი დღეს არის მისი წმინდა ნაწილთა აღმოსვენების დღე და აი ამის შესახებ მინდა გესაუბროთ მანამდე კი ჩამოგითვლით უბრალოდ ესე იგი დღეს არის წმინდა ბაგრატ ტავრომინელის ხსენება ესეც 53 საუბარი წმინდა საბინუს კანოსელი და წმინდა ტიხონი რუსეთის პატრიარქი ბელოვინი 53 საუბარი არის ეს ყველაფერი და კიდე წმინდა მარციან სირაკუზელი ეს არის საუბარი 197 და როგორც მოგახსენეთ მამა გაბრიელის შესახებ ღირსი მამა გაბრიელის შესახებ მინდა გესაუბროთ საქმე ის არის რომ ჩვენ გქონდა ეს საუბარი მამა გაბრიელის შესახებ ახლა გეტყვით რომელი საუბრებია ეს არის საუბარი 53 აი წმინდა ნაეს დღევანდელი დღის საუბარი ასევე ჩვენ სულ ახლახანს 313 საუბარი გქონდა მამა გაბრიელის შესახებ და ფაქტურად მე ბევრი რამ მოგიყევით მაგრამ აი ეს ერთი დეტალი ახლა რაც მინდა მოგიყვეთ დღეს ეს არ ესეხება მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანებას უშუალოდ ესე იგი საქმე ის არის რომ მე ვესწრებოდი მის დასაფლავებას პირადად რო ვიცნობდი ეს უკვე მოყოლილი მაქვს მის დასაფლავებას ვესწრებოდი და ძალიან მძიმე პერიოდი იყო 1995 წელია და რა ვიცი რაღაცა ესეთი რთული დრო იყო საკმაოდ ეხაც კი არის რთული დრო მაგრამ მაშინ რაღაც და ყველაფერი მახსოვს როგორ დავასაფლავეთ და აი როდესაც ეს დღე დადგა როდესაც წმინდა სინოდის ზომაზე გადაწყდა უკვე მისი წმინდანად შერაცხვა და მისი ნაწილთა აღმოყვანება რა თქმა უნდა ძალიან ესეთი მღელვარებით ველოდით ყველანი ამ დღეს და მეც მივედი და მინდა ახლა რაღაც ისეთი დეტალები გითხრათ აი როდესაც დაიწყო საფლავის გათხრა ეხლა წარმოგიდგენიათ ეხლა ორმოითხრება ხო აი ორმოს გარშემო პირველ რიგში დგანან სწორედ ეს ადამიანები ვინც ყველაზე ახლოს იყვნენ და თან განსაკუთრებით მდელმთავრები პირველ რიგში და მეც აი ძალიან პირდაპირ ორმოს ნაპირზე ვიდექი და ჩემი თვალით უყურებდი ამ ყველაფერს როგორ ხდებოდა აღმოყვანება ყველა დეტალს არ გავიხსენებ მე ხა მთავარი რაღაცა მინდა გითხრათ მთავარი რაღაცა რო გამოჩნდა მისი სხეული რაღაც რო ამოვასწორეთ მე მახსოვდა და კარგათაც მახსოვდა სწორადაც რომ რა თქმა უნდა მამა გაბრიელი კუბოში არ ჩაგვიდევს მაშინ ძველი წესის მიხედვით ჭილობში იყო გახვეული ანუ ხალიჩაში ორ ადგილზე კამრებით იყო შეკრული და ესე იგი ხის დაფა იყო ისეთი შეჭედილი რა აი რაღაც ახალდახელოთ ფიცრები წარმოიდგინეთ აი გრძივი ფიცრები იყო და ქვემოთ მხრიდან ეს ფიცრები გადაჭედებული იყო უფრო პატარა ფიცრებით აი ესეთი ეს კუბო პირობითად რო ვთქვათ ესეთი იყო მამა გაბრიელის კუბო და მოკლედ ამას იყო დასვენებული და რომ ამოვასვენეთ იქ ახალგაზრდები იყვნენ ქვემოთ უშუალოდ ვინც ამას აკეთებდნენ საგანგებოდ გამზადებულ კუბოში ჩავასვენეთ და ღია კუბოში რა თქმა უნდა და გადავასვენეთ ტაძარში და ეს ფიცრის ნაწილები დარჩა იქა რა თქმა უნდა მსურველი ბევრი იყო მაგრამ მოკლედ მე ნაჩვენებიც მაქვს ახლა აღარ გაჩვენებთ ფიცრის ნაწილი რომელიც მე შემხვდა აი ამ კუბოდან ქვედა ნაწილი რითიც გადამაგრებული იყო და მოკლედ ის დღეს აქ ინახება სამლოცველო ოთახში და მიწა საფლავიდან რა თქმა უნდა რაც შეეხება წმინდა ნაწილებს მინდა გაჩვენოთ რომ აი ეხლა რასაც მე გაჩვენებ ძირითადად ეს არის ეს ახალი შექმნილი ხატია აი მამა გაბრიელის ხატი არის ახალი შექმნილი და ნახეთ აი აქ არის წმინდა ნაწილი ჩაბრძანებული
ჩანს იმედი. არა, არ ჩანს დაიცადეთ, აბა. აი ხა. ჩანს ხო ეს წერტილი. აი ეს. აი შავი წერტილი რო არის შიგნით თეთრზე. ძირითადად ეხა მე გეტყვი, ეს არის მამა გაბრიელის ხატი. ეს არის ჭიათურაში, ღვიმეების მონასტერში დედების დაწერილი ხატია, რომლებიც იცნობდნენ ასე მამა გაბრიელს ძალიან ახლოს პირადად. სამთავროში მაშინ სამთავროში ცხოვრობდნენ ესენი, ასე რომ ერთად ცხოვრობდნენ მამა გაბრიელთან ერთად. და ეს არის წმინდა ნაწილები, რომელიც როდესაც გაიწმინდა მისი სხეულე, გაირეცხა ეს ძვლები, ნამცეცები დარჩა და ეს ნამცეცები ბევრ ადამიანს შეხვდა მაშინ. სასულიერო პირებს, რა თქმა უნდა. ხო და იქიდან არის ეს ახლა პატარა ნამცეცი. ან ძირითადად, არის კი რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც პატრიარქი წმინდა ნაწილს გადასცემს, მაგალითად ათონის თაზეა და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად ეს არის. მაგრამ ეხლა მე სხვა რაღაც მინდა მოგიყვეთ. ესე იგი, როდესაც ეს მამა გაბრიელის სხეული ამობრძანდა, ცხადია ახლა იმ კუბოში ჩაბრძანდა და ეს კუბო უნდა იმ ადგილიდან, სადაც არის საფლავი, თუ წარმოგიდგენიათ, ალბათ არის, რა ვიცი, 100 მეტრი არ არის, ნაკლები ალბათ. იქიდან რომ გადაბრძანდეს, ახლა უნდა შებრძანდეს ტაძარში და ნელა რა თქმა უნდა, მსურველიც ბევრი იყო რა თქმა უნდა ამ კუბოს აწევის და მეც იქ მათ შორის ვიყავი და მოხდა ესეთი რამ. როდესაც ეს კუბო აიტაცა ხალხმა, იქ სასულიერო პირებიც იყვნენ, საერო პირებიც იყვნენ, იქ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ კი არა რომ წაღება იყო ძნელი, იმიტომ რომ ყველას უნდოდა რომ ამაში მონაწილეობა მიიღო. მოკლედ მე რაღაცნაირად ისე აღმოჩნდი უშუალოდ კუბოს ქვეშ. ესე იგი და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ იმდენად კარგად ეჭირა გარშემო ესე წარმოიდგინეთ სულ ხალხია რა. ხო და მე ვარ შუაში. მე კი მეჭირა ეს კუბო ხელიდან, მაგრამ რაღაც მომენტში ესეც აღარ იყო აუცილებელი, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ხალხის ნაკადი და ეს გარშემო ესენი თვითონ რომ მიყავხარ რა ამ ნაკადს, ესეთ იმაში აღმოჩნდი ვითარებაში, ვერც ხედავდი სად მივდიოდი. ერთადერთი ნელი ნაბიჯით მივდიოდი და ფეხებით წინჯავდი იმ ადგილს, სადაც მივდიოდით ნელა და ასეთნაირად შევძლებთ. მოკლედ, მე თვითონ აღმოჩნდი კუბოს ქვეშ. და ეს იყო რამდენიმე წუთი, როდესაც მე აბსოლუტური განცდა მქონდა, რომ მარტო ვარ დარჩენილი მამა გაბრიელთან. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობდა ამ დროს და ვინ იყო კიდე მარტო დარჩენილი, მაგრამ მე მქონდა სრული განცდა, რომ აქ არის მამა გაბრიელი, აქ ვარ ხა მე. ამდენი ხნის უნახავი, რამდენი წელი გავიდა და ესე იგი მომეცა საშუალება მასთან დალაპარაკების რა. ხო და დალაპარაკების როგორ ხა ჩემს გონებაში, ჩემს გულში მიმართავ სიტყვებით და მეუბნები და ეხლა ვფიქრობ, რომ აქ არის მამა გაბრიელი, რომელიც დღეს ამობრწყინდა შეიძლება ითქვას საფლავიდან და რა შეიძლება, რა შეიძლება მე მას უთხრა და უფრო სწორედ კი არ უთხრა. რა შეიძლება მე მას თხოვა. მე ვიცოდი, რომ ხა რაც არ უნდა მე თქვა, თუ მე რა თქმა უნდა შემისრულებდა იმ თხოვნას რა. და იცით, ვიფიქრებ, ბევრი მანამდეც ვფიქრობდი სხვათა შორის, რომ საერთოდ როგორია ეს, როცა ერთი თხოვნის უფლება გაქვს ადამიანს, თქვა ერთი თხოვნის საშუალება გაქვს და რა შეიძლება ითხოვო ღვთისაგან რა. ხო და ეს ვთხოვე სხვათა შორის, თვითონ ეს, რომ მამა გაბრიელმა ესე უთხარი, რომ ხა მე ვდგავარ შენს წინაშე და ჩემი თხოვნა არის, რომ მასწავლო, ასე დროს რა უნდა ვითხოვო. რა არის ერთი სანუკვარი სურვილი, რომ ხა მე მაქვს საშუალება, რომ ვითხოვო ერთი სანუკვარი სურვილი, სანუკვარი სურვილი, რასაც ქვია, ერთი მთავარი სურვილი, რა შეიძლება ერთი სურვილი ითხოვოს ადამიანმა. ძალიან ძნელია სხვათა შორის, იცით, ამაზე ფილმები გადაღებულა, არაჩვეულებრივი ფილმი არსებობს, სტალკერი, ანდრეი ტარკოვსკის, მთლიანად ამ თემაზე. რა არის ეს სანუკვარი სურვილი, როცა შედიხარ სადღაც ოთახში და ერთი სურვილის უფლება გაქვს. რა შეიძლება ადამიანმა ითხოვო. და ესე იგი, მამა გაბრიელს ვთხოვე, რომ ეს მითხარე, ეს მასწავლე, რა უნდა ვითხოვო. შენ რა უნდა გთხოვო, რომ შენმე სურვილი შემისრულო და იცით, ხა ვერ გეტყვით, რომ ისი ხმა გავიგონე, მაგრამ პირდაპირ მოვიდა პასუხი და მე მინდა ეს გაგიზიაროთ თქვენ ეს. ესე იგი,
ესე იგი მე იქიდან მოყოლებული აბსოლუტურად ზუსტად ვიცი ეხლა რა არის ჩემი მთავარი სურვილი ერთი. ბევრი სურვილი მაქვს, ვითხოვ ხოლმე ღმერთისაგან და მისრულდება, მაგრამ ერთი მთავარი სურვილი აი მე ესე ვთვლი რომ ეს მამა გაბრიელმა მითხრა ეს არის ყველა ადამიანმა მე პირველ რიგში უნდა გაარკვიოს რა არის მისი დანიშნულება ამ ქვეყანაზე. ესე იგი, უნდა გავარკვიო რა არის ჩემი დანიშნულება ამ ქვეყანაზე და აღვასრულო იგი. აი ეს მითხრა მამა გაბრიელმა მაშინ აი ეს არის პასუხი. პასუხი ის არის რომ შენი სურვილი უნდა იყოს რომ შენი დანიშნულება დედამიწაზე რისთვის ახარ მოვლენილი ამ ქვეყანაზე, აი ეს კარგად გაარკვიო და შემდეგ ეს აღასრულო. აი ეს არის მთავარი სურვილი და ეს ვთხოვე მამა გაბრიელს მაშინ რომ აი მომეცი აი ამისი ცოდნა რა არის ჩემი დანიშნულება ამ ქვეყანაზე და მე იმის შემდეგ ამას ვარკვევ და ნუ მეტნაკლებად როგორ გითხრათ აი ყოველ შემთხვევაში ჩემ ფიქრებში პირველი ეს არის ახლა მთავარი რომ მე ზუსტად ვიცოდე ჩემი დანიშნულება რა არის რაში მდგომარეობს რომ მე შესაბამისად აღვასრულო მაგრამ აი ეს გამოცდილება ჩემი მასთან ესე პირადად პირველი ასეთი მარტო დარჩენის იყო სწორედ ეს რომ აი რა უნდა იყოს ადამიანის სანუკვარი სურვილი და მე ახლა ვიცი ზუსტად ადამიანის სანუკვარი სურვილი უნდა იყოს რომ მან გაარკვიოს თავისი დანიშნულება ამ ქვეყანაზე და აღასრულოს იქ. ნუ მე გადავდივარ ახლა სხვა წმინდანებზე, ოღონდ სხვა წმინდანები დღეს გასაუბრები გვაქვს, ამიტომ მე გადავდივარ ხვალინდელ წმინდანებზე. ხვალინდელი წმინდანები ეს არის 10 ესე იგი ეს არის 23 თებერვალი 23 თებერვალი და საეკლესიო კალენდრში ეს არის 10 თებერვალი. ნუ ერთი რამ კი მინდა გითხრათ მაინც რომ დღეს ახლა მამა გაბრიელის აღმოყვანების დღე არის და მიცვალებულთა ხსენებაა დღეს წელს პირველი მიცვალებულთა ხსენება ხორციელი შაბათია დიდი მარხვა გვიახლოვდება ხვალ არის საშინელი სამსჯავროს ხსენება და მე ესე იგი 10 თებერვლის წმინდანების შესახებ დღეს გაგესაუბრებით. აქაც ესე იგი ეს არის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი, წმინდა სქოლასტიკა ნურსიელი, ბენედიქტე ნურსიელის და რომლის შესახებაც მე მომიყოლია ესეც 53 საუბარია და ნუ ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია, მაგრამ მე არ გავჩერდები, იმიტომ რომ ნასაუბრები მაქვს და დღეს არის კიდე ამანტიუს რომაელის ხსენება. ამანტიუს რომაელის საქმე ის არის რომ ამანტიუს რომაელით ესეთ სახელითაც და კიდევ სხვა ამანტიუსი რამდენიმეა ეკლესიის ისტორიაში რამდენიმეა მაგრამ არის რაღაცა გაუგებრობა და ასთა სხვადასხვაობა აი აღრეულია ისტორიაში ესე იგი ეს ამანტიუსები სხვადასხვა რამდენიმე ამანტიუსი არსებობს და ჩვენ გვაქვს ამანტიუსის წმინდა ნაწილი ამანტიუს რომაელის რომელზეც ნუ როგორ გითხრათ დიდი ნაჩვენები მაქვს ეს ყველაფერი გვისაუბრია ეს არის 59 საუბარი და 293 საუბარი და ეს ამანტიუსი სავარაუდოდ არის ყოველ შემთხვევაში სავარაუდო იცით რა არის ეს წმინდა ნაწილი რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დიდი ფრაგმენტი რომელი ამანტიუსის არის და ნუ აი ეგ არის სწორედ სავარაუდო სწორედ ეს რომ ეს არის წმინდა სიმფოროზას მაზლი ესე რომ ვთქვათ მისი მეუღლის გეტულიუსის ძმა და ნუ ამის შესაბამისად გვისაუბრია და ამიტომ ამანტიუსზე აღარ გავჩერდებით და ესე იგი აი დღევანდელი წმინდანების შესახებ მინდა გესაუბროთ ვიზეც ჩვენ არ გვისაუბრია. უპირველეს ყოვლისა ეს არის იოანე ჭიმჭიმელი ფილოსოფოსი ესე იგი დღეს ნუ უпроსორეთ აი ამ 23 თებერვალი საეკლესიო კალენდრით ეს არის 10 თებერვალი 10 თებერვალს არის ხსენება იოანე ჭიმჭიმელი ფილოსოფოსისა ეს არის მე-12-მე-13 საუკუნეების ქართველი მოღვაწე და მე წაგიკითხავთ მის შესახებ ცოტა რამ ვიცით მაგრამ ძალიან საინტერესო ტექსტი გვაქვს ბატონი კორნელი კეკელეძის და მანამდე კი გეტყვით რომ მას აქვს გადმოთარგმნილი ქართულ ენაზე რამდენიმე თხზულება ეს არის პირველ რიგში თარგმანებაი ეკლესიასტისაი მიტროფანეს მირნელისა თარგმანება ეს ნიშნავს განმარტება ანუ წიგნის ძველი აღთქმის წიგნის ეკლესიასთვის განმარტება აქვს
გადმოთარგმნილი და ასევე თარგმანებაი ეკლესიასტისაი ოლიმპიადორე ალექსანდრიელისა. ანუ ორი სხვადასხვა ტექსტი აქვს თარგმნილი ამ განმარტებებით და ეს პირველი მიტროფანეს ვინელის ბერძნულ ენაზე არ არის ცნობილი ამისი ორიგინალი შესაბამისად აი ამ ძველ ქართულ თარგმანს აქვს ორიგინალის ძალა. ორიგინალის მნიშვნელობა. ასევე აქვს თარგმანება, ანუ განმარტება მათეს სახარების და არა უკეთესად მარკოზის სახარების და ლუკას სახარების თეოფილაკ და ბულგარელის, ასევე იოანეს სახარების განმარტება არსებობს, მაგრამ არ არის ზუსტად ცნობილი, რომ ეს იოანე ჭიმჭიმელის არის. ნუ როგორც გითხარით, ბატონი კორნელი კეკელიძე, ბატონმა კორნელი კეკელიძემ იმუშავა ამ ტექსტებზე და აი ძველი ქართული ენის ძეგლები, პირველი ტომი, აი მე მაქვს ეს წიგნი აქ, ნახეთ, თქო ეს ბიბლიოთეკიდან არის ეს წიგნი და აი ამ პირველი ტომიდან ამოღებულია ცალკე აკინძული აი სწორედ ეს თარგმანებაი ეკლესიასტისაი, ეხლა მოგინახავთ და აი ესეთი წიგნია შესავალი. ეხლა მე სარჩევს წაგიკითხავთ ამისას. ნუ თლიანად კი არა, აი სათაურებს. პირველი თავი არის საეგზეტიკო მწერლობა, მეორე თავია თარგმანება ეკლესიასტისაი მიტროფანეს მირნელისა. შემდეგ ქართული თარგმანი მიტროფანეს თხზულებისა, მერე არის უშუალო ტექსტი, ხელნაწერი 61 უშუალო ტექსტია ამ მიტროფანეს განმარტებისა და ბოლოს არის 4 რედაქცია თვითონ ეკლესიასტის 4 ქართული ძველი რედაქცია. აი ეს არის არჩევი. მოკლედ ახლა მე გაჩვენებთ ამას, იმიტომ რომ ეს არის ბიბლიოთეკის წიგნი და აი აქ არის სწორედ ეს არაჩვეულებრივი ტექსტი, რომელიც ელოდება ჩვენს წაკითხვას და გაგებას რა წერია იქ. მე არა მაქვს ჯერ წაკითხული ეს. ნუ ეს ახლა რა შეეხებოდა მის თხზულებებს. ახლა მე მინდა რომ წაგიკითხოთ თქვენ კორნელი კეკელიძის ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი პირველი, 57 თავი, ნუ პატარა ეს არის იოანე ჭიმჭიმელი. რას წერს ბატონი კორნელი? თავისთავად ნუ ცოტა შევამოკლე იქ ტექსტი რაღაც. ის ჩვენთვის რაც საინტერესოა ის დავტოვე და აი მისი ენა კორნელი კეკელიძის. ჩვენამდე შემონახულად თხზულებები, რომლებიც ნათარგმნია ფილოსოფოსის იოანე ჭიმჭიმელის მიერ. ვინ იყო ჭიმჭიმელი? ჩვენი მკვლელმწერლობის მკვლევარნი, რომელიც ამ საკითხს შეეხებიან ძველად თუ ახლად, სპეციალურად თუ შემთხვევით ხშირად იოანე ჭიმჭიმელს იოანე პეტრიწად თვლიან. ხშირად არსებობდა ეგეთი აზრი, მაგრამ ესე იგი, ნუ ეს ბატონი კორნელი ამას არ ეთანხმება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდი აცდენა 100 წელია ამ ორ უდიდეს მოღვაწეს შორის განსხვავება. სახელწოდება ჭიმჭიმელი, ანუ ჭირჭიმელი, ზოგიერთებს ესმის როგორც გეოგრაფიული ტერმინი. აღნიშნული იოანეს სამშობლოსი სამცხეში, ზოგიერთებს კი როგორც ეპიტეტი, ანუ ზეციერი. მართალია, იოანე ჭიმჭიმელის ეგზეგეტიკური მწერლობის დარგში უმუშავნია, მაგრამ ეს გარემოება არ ართმევს მას ფილოსოფოსის სახელწოდებას. მისი ფილოსოფიური სულისკვეთება და მიდრეკილება მის მიერ ნათარგმნ ეგზეგეტიკურ თხზულებათა შერჩევაშიაც ნათლად ჩანს. იოანეს თარგმანთა ენა ამჟღავნებს, რომ ის არის პეტრიწონული სალიტერატურო სკოლის მიმდევარი, რომელსაც ზედმიწენით შეუთვისებია და განუტკიცებია ყველა თვისება ამ სკოლისა. იოანე ჭიმჭიმელის თარგმანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თანამედროვე სალიტერატურო წრეებში, ვინაიდან ის აჩვევდა მკითხველებს განყენებულ ფილოსოფიურ თეოლოგიურ მსჯელობას, თავისი აზრების ხარტა და ლოგიკური ჩამოყალიბებას და ამდიდრებდა მათ ახლად შექმნილ სიტყვებითა და ტერმინებით. იმათში დაცული გვაქვს მრავალი საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და თუ გნებავთ საგრამატიკო სიტყვა, რომელიც წარმოადგენს ამ ახალ სატერმინოლოგიო მუშაობის განვითარებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში. როგორც ეგზეგეტიკურ თხზულებაში ჭიმჭიმელის თარგმანში უფრო მდიდრულადაა წარმოდგენილი ეგზეგეტიკური ტერმინები, რომელთაც მიზნად აქვს ეგზეგეტიკა განმარტებანის საფუძველი წერილს განმარტებას ნიშნავს ეგზეგეტის მეთოდების გათვალისწინება. მარიამ დედოფლისეულ ქართლის ცხოვრებაში
ივანე ჭიმჭიმელს მიეწერება ასევე შემდეგი იამბიკო ლექსია. ეხლა წაგიკითხოთ, მე კარგად ვერ გავიგე. შინაარსი, მაგრამ მაინც წაგიკითხოთ. მეფემ თავარი სიონი და წყარონი ჭაბუქსა სწორი ებგური საებგურო აღვირი კიცვი თვალნი და ისრაელი გოდოლი მენავე სახლი და მამაიცა და მეგვიპტელი ცხენი ლაზარე ქუდი. მოკლედ კარგი გამოცანაა ამოსახსნელად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ლექსია. უბრალოდ მე სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვით ამის შესახებ. ნუ ეს არის ივანე ჭიმჭიმელის შესახებ, მეტი არც არაფერი ვიცით და მე ესე იგი ახლა გადავდივარ შემდეგ წმინდანზე, რომლის ხსენებაც არის 10 თებერვალს. ეს არის ვისი წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია, ეს არის წმინდა ქალწულ მოწამე ვალენტინა კესარიელი, 308 წელს ეწამა და სანამ ვალენტინაზე მოგიყვებოდეთ, მცირე გადახვევა მინდა გავაკეთო, საქმე ეხება ევსევი კესარიელი, რომელიც არის საეკლესიო დიდი ცნობილი საეკლესიო წერალი, მოღვაწე კესარის ეპისკოპოსი, პალესტინის კესარიაზე აღვთ ლაპარაკი, ევსევი კესარიელის საეკლესიო ისტორია. აქ ამას ვალენტინას შესახებ, ოღონდ მცირე გადახვევა მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ ევსევი პამფილუსაც უწოდებენ ხშირად ევსევი პამფილუსი. ეს პამფილუსს რატო უწოდებენ და იმიტომ რომ მისი მოძღვარი იყო წმინდა პამფილე ხუცესი, პამფილე კესარიელი და ფაქტიურად მისი ხელმძღვანელობით დაიწერა ეს საეკლესიო ისტორია ნაწილობრივ. იმიტომ რომ თვითონ ეს პამფილუსიც მოხვდა ამ საეკლესიო ისტორიაში, როგორც მოწამე, რომელიც ასევე ევსევი აღწერა მისი მოწამეობა თავისი მასწავლებლის ამ პამფილუსის. საქმე ის არის, რომ რატო გავაკეთე ეს გადახვევა ასეთი, იმიტომ რომ შემდეგ შაბათს არის სწორედ 16 თებერვალს პამფილუს კესარიელის ხსენება და მისი წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია ჩვენ. ნუ ევსევი არ არის ესე შერაცხილი წმინდანად, მე მინდა გაჩვენოთ. ეხლა დღეს გაჩვენოთ ეს არის ვასილი მეორის მინოლოგია. ეს არის წმინდა პამფილე ხუცესის წამება და აი გვაქვს კიდევ ჩვენს ბერძნულ ათონურ მინიატურების წიგნში, ათონურ ხელნაწერში, ეს არის წმინდა პამფილე ხუცესი. ამას ჩვენ დავუბრუნდებით კიდე შემდეგ შაბათს. და აი კიდევ გვაქვს აქ აღმოვაჩინე ევსევი კესარიელის ესეთი გამოსახულება არის ძველი მინიატურიდან. ესეთი არის ევსევი კესარიელი. ანუ კესარიის ეპისკოპოსი. ეს არის მე-6 საუკუნის მინიატურა, რაც ახლა გაჩვენეთ ეგრეთ წოდებული რაბულას სახარებიდან. ევსევი კესარიელის. და ეხლა კიდე დავუბრუნდეთ ჩვენ ესე იგი ჩვენს დღევანდელ თემას და მე ვიწყებ პირდაპირ ევსევი კესარიელის ტექსტის კითხვას, გაცნობას. ეს არის ეგრეთ წოდებული წიგნი პალესტინელ მოწამეებზე, ესე არის, ესე ქვია. ეს არის მერვე თავი ძველი აღფსარებლების შესახებ და ასევე მოწამეობა ვალენტინასი და პავლასი, ესე ქვია. პავლასი თუ პავლესი. აი ამ ტექსტში არ ისე არის, ისეთ ბრუნვაშია სიტყვა ნახმარეს პავლე თუ პავლა, რომ ზუსტად ვერ გინდება, მაგრამ მაინც ავარაუდოთ ეს იყო მამაკაცი პავლე და არა ქალი პავლა. მოკლედ აი ამ ვალენტინას შესახებ, ჩვენ გვაქვს წმინდა ვალენტინას წმინდა ნაწილი და მეტი არაფერი არ გაგვაჩნია, თუმცა რაღაც ხატიც არსებობს, ამას მე გაჩვენებთ და ეხლა ვიწყებ ტექსტის კითხვას. როდესაც დაიწყო ეს უწყვეტი ქარიშხალი ამ დევნულობის, ეხლა აქ ლაპარაკია დიოკლეტიანეს და მე უბრალოდ მაქსიმიანეს დევნაზე, მაქსიმიანეს ეხებოდა ეს პალესტინა მაშინ. 6 წელი გავიდა ამ დევნიდან და ესე იგი უამრავი მოწამე ესე იგი იყო უამრავი ადამიანი აღსარებელი
ესე იგი ფენი ერქვა ესეთ ადგილი იყო, სადაც ქვის მოპოვება ხდებოდა, ეს ხო არის პორფირი. აი ამ პორფირის ძვირფასი ქვა, ძვირფასი კი არ არის, როგორც ის არის, რა ქვია, სანაკეთო ქვა არის, მაგრამ ძვირფასი ქვა ითვლება, აი ამ პორფირის მოპოვება ხდებოდა და 97 ადამიანი გამოიმასქნეს, იქიდან წამოიყვანეს ცოლებით და ბავშვებით ახლაჩვეობილი ბავშვებით და წარადგინეს პალესტინის პრეფექტ ფირმილიანეს. აი ეს ფირმილიანე არის, ესე იგი, დღევანდელი ანტიგმირი ჩვენი, ესე იგი, აი ეს ადამიანი, რომელსაც ეხლა წაგიკითხავთ, რა სისასტიკე მოიფიქრა, ესე იგი. აი იმისათვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ქრისტეს აღსარებლები, წარუდგინეს და ესე იგი, აი ესეთი საშინელი რაღაცა წერია, ნუ აი არა ადამიანური სიმხეცე რა. ესე იგი, ამან მოიგონა ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი, გახურებული შანთით მარცხენა ფეხის მყესი დაუშანთოს ადამიანს. ამაც ყველას ერთნაირად გაუკეთეს აღსარებლობისათვის, ესე იგი, მარცხენა რაღაცა ძალიან ძლიერ რაღაცა უნდა მოგიყვათ ახლა კიდე. ესე იგი, მარცხენა ფეხის მყესი დაუშანთეს და ეს რას ნიშნავს, იცით, რომ აი ფეხს რომ მიათრევს ადამიანი, კიდგას იმ ფეხზე, მაგრამ ვერ იყენებს. აი დააინვალიდა ეს ამდენი ადამიანი, ოღონდ ერთნაირად, არ ვიცი, აი სადიზმია ეს თუ რა არის, აი რა ვიცი. და მარჯვენა თვალი. ესე იგი, მარჯვენა თვალი ამოთხარეს, ოღონდ თვალს, ნუ, ავიცი, საშინელებას გიყვები, თვალს აქვს კიდე შიგნით ნერვი. აი ეს ნერვი ამოუშანთეს ბოლომდე, რომ არასოდეს ეხა ის თვალს უკან ვინ დაუბრუნებდა, მაგრამ ნუ აინც ისე რომ აი ბოლომდე რაღაცა ნუ სიმხეცე რა. აი ესე დააინვალიდა ეთნაირად დაასახიჩრეს ამდენი ადამიანი და გააგზავნა ამის შემდეგ აი ამ მადნეულის მოპოვებაზე, ნუ კატორღაზე ფაქტიურად და სადაც იყო საშინელი შიმშილი, ავადმყოფობა, მოკლედ, აი ასეთნაირად, ესე იგი, ეს ხალხი და ეხლა მე რასაც გიყვებით ეს პამფილოს ევსევი კესარიელი წერს, ეს გამიგონია, რომ ესეა, მაგრამ რა ჩვენი თვალით ვნახეთ. პალესტინის მოსახლეობაც მსგავსი განსაცდელი და მსგავსი ტანჯვა გადაიტანა პალესტინის მოსახლეობამ, რომლებმაც უარი თქვეს მეფის სუფრიდან ნაკერპავის საჭმელის ჭამაზე. და ამის გამო, ვინც ამაზე უარს იტყოდა, მიუჯიდნენ ესეთ რამეს, რომ მუშტებით, ესე იგი, აი ამ ორთაბრძოლები რო არის, საბრძოლო ხელოვნება თუ რაღაცა, მოკლედ ამათ არ არიან ესენი მებრძოლები და მოკლედ ჩხუბი რა, რომ აი ესე იგი, ამათ როგორ გალახავენ ყველა და ამათმა უარი თქვეს. აი ვინც ამაზეც იმ საჭმელის ჭამაზეც უარი თქვა და ამაზეც უარი თქვა, აი იმათ ესე იგი იმათ მოკლედ იმ მსგავსი ტანჯვა გამოატარეს, აი ეს მარცხენა ფეხის დაზიანება და მარჯვენა თვალის. და ამათ დაუმატეს კიდე ესეთი სასჯელი, რომ ამის ყველაფერს მერე კიდე ჩამოკიდებდნენ ხეზე თუ რაღაც ძელზე და საშინელი ბრჭყალებით ესეც რაღაცა დახვეწილი ფორმა იყო ტანჯვის, გვერდებს უკაწავდნენ და ხორცებს აგლიჯავდნენ, თითქოსო ხორცის შესაწყმელად უნდოდა თუ ამ ჯალათებს ისეთნაირად აწამებდნენ, ესე უწერია და აი ხა გადავდივართ უკვე ვალენტინაზე გადავდივართ. ესე იგი, ამათ შორის, აი ვისაც ესე აწამებენ, იყო ერთ-ერთი ქალი სხეულით და მამაკაცი გონებით. აი ესე უწერია ევსევი კესარიელს, ესე იგი, და ეს ქალი, ეს ახალგაზრდა გოგონა იყო, ნუ ახალგაზრდა გოგო იყო, ეს ქალაქ გაზადან იყო, ესე არის ზუსტად მითითებული და მოკლედ ამას ესე იგი ემუქრებოდა აი ამ სიძვის წოდვით რაღაცა, ნუ გარყნა თუ რაღაცა, მოკლედ გაუპატიურება, ესე რომ ვთქვათ და ამან ეს ვერ გადაიტანა, ანუ არ დათანხმდა არაფრით და ისე მოიქცა, რომ ესე იგი ეს აწამეს, ისე მოიქცა, იმიტომ რომ ამ იმას რა ქვია,
ამ პრეფექტს რაღაცა კადნიერად მიმართა რაღაცა და მოკლედ და უთხრა რომ როგორ ბედაოდა ესე ხალხს ესე კაცრად და სასტიკად როგორ აწამებო და როგორ პრეფექტს დაუძახა ესა და ამან ჯერ საშინლად აცემინა ეს და შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით დაუწყეს აი სწორედ ეს წამება და განსაკუთრებით ეს გვერდების ჩამოფხაჭრნა იმ რაღაცაშნაირი მომენტი რა ქვია ამ რკინის თითების თუ რაღაც კაუჭებით აი ამ დროს როდესაც ეს ჯალათი განსაკუთრებულ გულმოდგინებას იჩენდა აი ამ დროს გამოჩნდა მეორე ზუსტად ესეთივე ახალგაზრდა გოგონა ეს უკვე კესარიელი იყო ეხლა ჩვენ ვალენტინაზე გვაქვს უკვე ეს მეორე ვალენტინაა და ნუ ამ პირველი სახელიც ევსევის არ უწერია ევსევი კესარიელს მაგრამ ვიცით ენაფა ესე იყო მოკლედ ამ ენაფას წამების დროს გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი ქალი და შეძახა ჯალათს ხალხიდან ესე იგი ხალხის რიგებიდან რომ შემხეცო შენა სასტიკო ადამიანო როდემდე უნდა აწამო ჩემი და ესე შეძახა ნუ სავარაუდოდ მაინც ეს ხურციელი და არ იყო ენაფამამისი მაგრამ მან ესე თავისი დაუწოდა და ესეც დარჩა ესე ამბობს რომ აი თავისი და სულიერი და უბრალოდ სულიერი და ეს ახლა ამარო შეძახა ესეც გამოიყვანეს რა თქმა უნდა და ზუსტად იგივე ესე იგი ზუსტად ამანაც იმიტომ გააკეთა ესე რომ ეს თავისი ქალწულება დაეცვა და შეენარჩუნებინა იმიტომ რომ ამას ესეც ახალგაზრდა მომხილო ახალგაზრდა ქალი იყო და ესეც ესე იგი სასწრაფოდ გაიყვანეს და ჩამოკიდეს მოკლედ ბევრი ესე იგი ეს რაც ახლა ამათ გადახდათ ბევრმა ადამიანმა ვერ გაუძლო ესე წერს რომელიც ეს ორი ახალგაზრდა ქალი გამოირჩა ყველა სხვა ადამიანთან შედარებით რომლებმაც აი ვაჟკაცურად თუ რა ქვია მამაკაცურად დაითმინეს ну მამაცურად უბრალოდ მამაკაცებიც ბევრნი იყვნენ ვინც ამას ყველაფერს ვერ ითმენდა და მოკლედ ესე დაუყვირა და ეს საჯულმა იმ წუთშივე ვინ იყვირა ეს და ვინ იყვირა და აი ვალენტინა იყო და ეს გამოიყვანეს ეს ვალენტინა და ესე იგი პირველ რიგში შესთავაზეს აბა შეწირებს ხერპლი და მან პირდაპირ საჯაროდ გადაიწერა პირჯვარი და ქრისტეს სახელი ახსენა და ისიც ესე იგი ჯერ უთხრეს სიტყვიერად რომ ხერპლი შეწირე რადგან არ დაუჯერა წაათრიეს ესე იგი ფიზიკური ძალის გამოყენებით ამ სამსხვერპლოსთან მაგრამ ესე იგი ფეხი კრა ამან ამ იქ მე ბევრჯერ მithქვამს ხერპლი შეწირა ნიშნავს რომ იქ რაღაცა ქვაბებით არის რაღაცა ჯამი თუ რაღაც მოკლედ ნახშირები ყრიან აი იქა და იმაზე უნდა დაყარო საქმე მე კი არაფერს არ ითხოვდნენ აი ამას და ამ ფეხი კრა და გადაუყირა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი სისასტიკი და ესეთი რაღაცა აი გამძაფრებით ახლა ამას დაუწყეს ამ გვერდების ჩამოცლა და მოკლედ და ორივე შემდეგ მიუსაჯეს ცეცხლში დაწვა ესე იგი და ესე ამბობს ევსევი კესარიელი როგორც ამბობენო პირველი მათგანი ანუ ენაფა იყო გაზის ქალაქ გაზიდან და მეორე ბოლოკი რომელიც ვალენტინას სახელით არის ყველასათვის ცნობილი წარმოშობით იყო კესარიიდან და კიდევ არის ევსევის ნახსენები ყავს რომ მათთან ერთად აი რაღაც ამდაგვარი აი ამ დროს მათთან ერთად აღესრულა აი ეს როგორც მოგახსენეთ პავლე თუ პავლა არ ვიცით ეს როგორ არის და იმის ხსენებას დღეს არის 10 თებერვალს. ერთადერთი რაც შემიძლია გაჩვენოთ ახლა ეს არის აი ეს რუსული ხატი არის 90-იანი წლების, ეს არის ვალენტინა.
აი გადიდებულს გაჩვენებთ ახლა. აი ესე. რუსული ხატია ესეთი. მეტი არაფერი არ არის. ესეც ესე, შექმნილი ხატია. და აი კიდევ შემიძლია გაჩვენოთ წმინდა ნაწილი ვალენტინასი. აი ესეთი ნაწილები გაგვეჩნია მისი. აი ეს. და შეგვეციოს წმინდა ვალენტინას მადლი. მე ვფიქრობ ალბათ ხატი თუ შეიქმნება მათი აი როგორც ეს ბასილი მეორის მინოლოგია გაჩვენეთ წმინდა პამფილუსის შესახებ მინოლოგიიდან ეს მინიატურა ალბათ ესენი უნდა ორივენი ჩამოკიდებულები იყვნენ ხელებით და როგორ ესე იგი აწამებენ და როგორც დები ისე უნდა გამოიხატონ ალბათ აი სხვა რა და მე შემდეგი წმინდანის შესახებ უნდა მოგიყვეთ ახლა მესამე წმინდანი ვიზეს დღეს მინდა გესაუბროთ ეს არის ისე მოკლედ 10 თებერვალი და ეს არის წმინდა პროხორე კიევის ქვაბთაშინა დავანებულ მამათაგანი ესე იგი პროხორე პეჩორელი რომელსაც ახლა ძალიან საინტერესო თემაა ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა ესე იგი რომელსაც ქვია რუსულად თუ უკრაინულად ლებედნიკ ქართულად მე არც გამიგია მისი სახელი თუ არის მაგრამ მე გადავთარგმნე როგორც მემტილე მტილი ეს რაღაცა ბაღსაც ნიშნავს მოკლედ სადაც სცენარეები იზრდებიან რა ეხლა რატო იმიტომ რომ ეს მემტილე ლებედნიკ რუსულიდან არის და ეს არის სცენარე რომელსაც ქვია რუსულად ლებედა და უკრაინულად ქვია ლობოდა და ქართულად ქვია თათაბო ლათინურად ატრიპლექს და კიდევ ძალიან საინტერესო სახელი ქვია ესტონურად ბალანდა ეს სიტყვაც გავრცელებულია ეს ბალანდა ხო რაღაცას მოთხიპნილ თუ რაღაცა ფაფას ნიშნავს ხო და აი ეს რატო ქვია ესე იგი სინამდვილეში ეს არის ველური ისპანახი აი ეს რასაც ახლა გვაქვს ლაპარაკი და ცოტა უნდა გითხრათ ამ სცენარის შესახებ იმიტომ რომ ეს როგორც რა ვიცი საინტერესო მთავარ როლშია მოკლედ ეს სცენარე ამ წმინდა პროხორეს ცხოვრებაში წყარო ამ წმინდა პროხორეს შესახებ ეს არის კიევა-პეჩორსკი პატერიკ ესე ქვია ესე იგი ამ კიევის ქვაბთა პატერიკი ქართულად ალბათ ესე იქნება ჯერ მაინც ამ სცენარეზე უნდა გითხრათ ეს არის ქართულად ესე არის განმარტებული ფოთლები და ღერო ფქვილოვანი ნაფიფქით ნორჩ ფოთლებსა და ღეროს მხალად ხმარობდნენ და სალათებში იყენებდნენ და ცოტა მწარეა გემოზე და კარგი აქლემის ცხვრისა და ძროხისათვის კიდევ მე მექნება გამოქვეყნებული აღწერილობაში პატარა მცირე ვიდეო YouTube-დან როგორ აკეთებენ ამას როგორ ამზადებენ აქედან საჭმელს აზერბაიჯანული ის არის რა ქვია სამზარეულოდან არის მოკლედ ეს ამბავი და აი ნახეთ ორნაირი კი არა ბევრი სახეობა არსებობს ეს უნდა გაჩვენოთ აი ნახეთ აქეთ ხარეს აი ეს არის შხამიანი კი არა არასაკვები ესე რა ვთქვათ იმიტომ რომ ეს არასაკვები რომ შეჭამ კი არაფერი არ მოგივა მაგრამ აი ეს მეორე უფრო ვერცხლისფერი ეს არის ძალიან გემრიელი კერძი კეთდება და აი კიდევ გვაქვს აი ესეთი ფოტო აი ეს ნაფიფქი და თესლები საიდან გამოდის ეს ყველგან სარეველო მცენარეა მოკლედ რა სარეველო აქ ჩვენთანაც იზრდება ესა ხო და ოღონდ სიფრთხილეა საჭირო რომ საკვები რომელიც არის რომ ის გამოიყენოთ თორე კი ამბობენ რომ არ მოგწამნობს მაგრამ თვითონ ეს თათაბო მოკლედ წარეა რა და რაღაცა უსიამოვნო საჭმელია და აი რა გითხრათ განსაკუთრებულ შემთხვევაში
იყენებენ და რატო არ ეხა დღეს ეს მნიშვნელოვანი თემა. იმიტომ რომ თვითონ ამ პროხორეს ისტორია ეხება მე-11 საუკუნის ანუ 1090-იანი წლებია და აი ამ პერიოდში რუსეთში იყო დიდი შიმშილობა ესე რაღაცა პერიოდი იყო და აი ამ პერიოდზე არის ახლა ლაპარაკი. არაფერი არ არის ცნობილი მისი საერო ცხოვრების შესახებ, არც ვინ იყო წარმოშობით, ერთადერთი რომ ქალაქ სმოლენსკიდან იყო და მივიდა აი ამ კიევის ქვაბებში, მივიდა და იქ დაიწყო ცხოვრება და მალე იღუმენი იოანე 1088 წლები აი ამ პერიოდში მოღვაწეობდა, აი ამ იოანემ იგი აღკვეცა ბერად. და თავიდანვე მან გამოიჩინა თავი პროხორემ გამოიჩინა თავი ძალიან მკაცრი ასკეტური ცხოვრებით. და განსაკუთრებით კი აი ამ თავისი რა ვიცი რა ვთქვათ უცნაური თუ როგორც მე აღმოჩნდა უცნაური კი არა სწორედ ამან გადაარჩინა უამრავი ადამიანი მოკლედ ეს პურს არ ჭამდა ერთადერთი რასაც ჭამდა ეს იყო სეფისკვერი და თავარი მისი საჭმელი იყო აი სწორედ ეს ლებედა თუ ეს თათაბო რომლის ფქვილისაგან და კიდევ თესლისაგან ის აკეთებდა პურს. ეს თესლი იფხნება ხელით იმტრევა თუ რაღაცა და მოკლედ ძნელი დასამტვრევიც არის ეს თესლი. და გარდა ამისა, კიდევ არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის, როგორც ამბობენ. გარდა იმისა, რომ მწარე არის გემოზე, გარდა ამისა, ამას უხეში კანი აქვს თვითონ ამ თავთავებს, თუ ამ მარცვლებს. და ეს ნაწლავებს რაღაცნაირად ფხაჭნის თუ აზიანებს და მოკლედ დიდი უსიამოვნო რაღაცაა საჭმელად. და ეს ჭამდა მარტო ამას. და საერთოდ ეს ამისი ამ თათაბოს პური კი იყო ცნობილი მანამდე, მაგრამ ურევდნენ მას შვრიას და სხვა მარცვლებს და რაღაცნაირად არ ვიცი გაბორებისთვის ალბათ, იმიტომ რომ სარეველაა და ყველგან იზრდება რა. ხო და მოკლედ ეს არაფერს არ ურევდა, ეს მარტო ამ თესლისგან აკეთებდა პურსა ჭამდა და ეხლა რა მოხდა, ნახეთ, როდესაც ეს შიმშილობა დაიწყო, ესე იგი თავიდან იგი მიდიოდა მინდორში, აგროვებდა ამას და ერთი წლის მარაგი მოქონდა სახში ეს ფოთლები და ეს თესლები და რა ვიცი ყველაფერი და მერე სახში აშრობდა და ფხნიდა და მოკლედ ამუშავებდა, ამით იყო დაკავებული, მარტო ამას ჭამდა. მაგრამ როდესაც დაიწყო შიმშილობა, მან ესე იგი თავისი თანამოძმეების დასახმარებლად დაიწყო უფრო დიდი რაოდენობით ამის მოტანა და დაიწყო ამ პურის გამოცხობა და აი ამ პურით ხალხის გადარჩენა. ოღონდ აქ მოხდა ესეთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომ ის პური, რომელსაც ეს ამ ადამიანებს აძლევდა, გასაკვირად, ყველას და გასაკვირად აღმოჩნდა ტკბილი, ისეთი ტკბილი, თითქოს თაფლი აირო გარეული მასში. და ესე იგი, ამოისუნთქა რა ხალხმა მოდიოდნენ და ეს უშურველად ამ პურებს აძლევდა ყველას, ცხებოდა მონასტერში ეს პური. მაგრამ მოხდა ესეთი საოცარი რაღაცა, რომ ერთმა ბერმა ამას მოპარა ეს პური და წააცუნცულა რა თავისთან სახში და რომ შეჭამა, ესე იგი, რაც იყო სინამდვილეში ბევრად უფრო იმაზე მწარე აღმოჩნდა რა. აი შხამიანი ლამის და ვერ ჭამა ამა და აიფშუნა თან და ისა მერე კიდევ ვიღაცამ კიდე გაიმეორა ეს რა და მოკლედ აღმოჩნდა რომ ეს პური იჭმება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროხორე გაძლევს ამას თვითონ და გლოცავს რა თურმე ესე იგი ეს პროხორე ახდენს სასწაულს და აი ამ მწარე პურს გარდაქმნის ტკბილ პურად მოკლედ აი ესეთი ამბებია და შემდეგ ესე იგი კიდევ ესეთი რაღაცა მოხდა ამას დაემატა კიდე ახალი უბედურება აქ ახლა კიევის თავარი და კიდევ სხვა ეს არის ტერებოვლ ესე ერქვა ადრე ტერნოპოლი ქვია ეხა ესეც უკრაინაში პატარა ეს არის და ამის თავადი კიდე არსებობდა მოკლედ ამ კიევის თავადს ქვია სახელად სვიატოპოლკი და მოკლედ ეს ვიღაცამ წააქეზა და ის თავადი შემოიტყვა მოტყუებით
და თვალები დათხარა იმას. ნუ ამან გამოიწვია რაღაც საშინელი ისა ამ კიევის თავადის საწინააღმ გამოილაშქრეს მოკლედ სხვა თავადებმა და ნუ მოკლედ ომი დაიწყო რა შიდა ესე იგი სამოქალაქო ომი ამ ძმათა შორისი ომი რა მოკლედ რაღაც ესე. და აი ამ სიტუაცია მე ამ დეტალებს იქ აღარ ჩაუღრმავდები რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ეს ვატოპოლკი ნუ კიევის მეფეა რა ფაქტურად. მეფე არ ქვია, მაგრამ ნუ მეფეა. და რა გაუკეთეს იცით კიევს, იმიტომ რომ ეს ღონიერი ის არის საკმაოდ ხა ამის დამარცხება ესე ადვილი არ არის და რა გაუკეთეს იცით, ესე იგი კიევს გაუკეთეს ეკონომიკური ბლოკადა გარშემო. ანუ თავიან თავრებს ხვემა აუგრძალეს კიევში საჭმელის შეტანა. და ნუ მოკლედ ახლა კიდე ამ შიმშილობას კიდე დაემატა ეს ყველაფერი და განსაკუთრებით ყველაზე პრობლემატური იყო მარილი. მარილი იყო ყველაზე პრობლემატური, იმიტომ რომ მარილი არ შედიოდა და ნუ უმარილოდ ძალიან მძიმე იყო ცხოვრება რა. და ამ პროხორემ ესეთი რაღაცა მოიფიქრა. პროხორემ მოკლედ დაიარა ეს თელი მონასტერი, საძმო, დიდი მონასტერია უკვე საკმაოდ ამ დროისათვის და შეაგროვა ნაცარი. ყველა სენაკები აღარ ჭირდებათ ახლა დაიწყო ეს შეშა და ნაცარი. ეს ნაცარი მოაგროვა და ამ ნაცარს ურიგებს ხალხს, აკურთხებს და ეს ნაცარი გარდაიქმნება მარილად რა. მოკლედ ამათ მიაქვთ ნაცარი და სახში რომ მიდიან ხედავ რომ არის მარილი. ეხლა ამან ძალიან დიდი გამოიწვია ესე იგი არეულობა რა მხრივ რომ ამ სვატოპოლკს ამ მეფეს ყველაფერთან ერთად არ ავიწყდება ეს ეკონომიკური თავისი გამდიდრების ნუ რაღაც ისა რომ აი ხა მარილზე მოკლედ ამ კონკრეტულად მარილზე დიდი ფასებია რა ძალიან დაწესებული და უცებ აღმოჩნდა რომ ვიღაცა ამას აი როგორც ნაცარს ისე არიგებს ამ მარილს და ფასი და მოკლედ ვერაფრით ეს ვეღარ გაყიდა ძვირად ეს შემოტანილი სიმწრით შემოტანილი მარილი და რაქნა და გასაბრძანება რომ გაიგეთ რა ხდება და ნუ აი აქ მონასტრიდან გააქვთ ესე იგი მარილი და მთელი მარაგი გაუკეთა კონფისკაცია. გაუკეთა კონფისკაცია, მაგრამ რას გაუკეთა? ნუ ნაცარს. წამოიღეს დიდი სამბით ეს ნაცარი და როგორც კი დაყარეს ეს მიწაზე ნაცარია რა. გაგიშდნენ ესენი რა ხდება? ხო და გადაყარეთ კაცო რა გვინდა ეს ნაცარიო და გადაყარეს. და რომ გადაყარეს, იქიდან ისევ ხალხმა დაიწყო ამის წაღება და ისევ მარილი მიქონდათ რა, მარილად ისევ. მოკლედ ესეთი საოცარი სასაცილო ამბავი მოხდა და ამაზე ეს სვატოპოლკი სულ გადაირია. მივიდა ნახა თვითონ თავის თვალიდან, ნუ დარწმუნდა და მიხვდა რომ რაღაც დიცასწაულთან არის საქმე და წავიდა მაშინვე აი ამ კიევის ქვაბთა მონასტერში და მივიდა ამ იოანესთან. მივიდა იოანესთან, ოღონდ ეს არ იყო ადვილი საქმე რა იოანესთან ესე მისვლა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ იოანემ იგი ამხილა სისასტიკეში და ნუ შერისხა რა მეფე. შერისხა და ნუ ესეც ესე იგი ეკლესიისგან იყო შერისხული. აი მივიდა სინანულით დაუხარა თავი დაიჩოქა აღსარება თქვა და მოკლედ შენდობა მიიღო რა. შენდობა მიიღო და აი ამ შენდობის მიღების შემდეგ მან მოიპოვა დიდი გამარჯვება. განსაკუთრებით იგი დაინტერესდა მაინც ეს სასწაული როგორ ხდებოდა რაღაცა და გაიცნო ეს მამა პროხორე. გაიცნო და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა პროხორემ მასზე, რომ ნუ მოკლედ ნუ აი აღარ შორდებოდა გვერდიდან. ყოველ ომის თუ რაღაც აი ყველაფერზე ლოცვა-კურთხევას იღებდა მოკლედ და ნუ გახდა ესე იგი თვინიერი ეს სისხლიანი მეფე რა. და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ პროხორესთან ესე იგი ამან დადო პირობა. ერთმანეთს მიცეს პირობა პროხორემ და ამ სვატოპოლკმა, რომ თუ რომელიმე მათგანი გარდაიცვლებოდა პირველი, მეორე ვინ ცოცხალი დარჩებოდა აუცილებლად მის დასაფლავებაში მიიღებდა მონაწილეობას. და მართლაც გავიდა რაღაცა დრო, ნუ ასეთნაირად ცხოვრობდა და გავიდა რაღაც დრო და პროხორემ შეუთვალა
პროხორემ შეუთვალა, რომ მე მალე მოვკვდებიო. და პირობა შეასრულე და ჩამოდი ჩემთანო, ჩემს დასასაფლავებლად და ის იყო, ომი ქონდა. და ბრძოლაში იყო და დატოვა ეს ბრძოლა და წამოვიდა. ეს ყველანი შეაჩერა ეს ყველაფერი და წამოვიდა და ჩამოვიდა და მივიდა ამ პროხორესთან და აიღო ლოცვა-კურთხევა იმან დაალოცა და უთხრა ერთი უწინასწარმეტყველა რომ ამ ბრძოლას რა თქმა უნდა მოიგებო, იმიტომ რომ შენ ლოცვა-კურთხევა შეასრულეო და მართლაც ის რომ ჩავიდა მე რაღაცა გასაოცარი გამარჯვება მოიპოვა და ამის შემდეგ ეს პროხორე გარდაიცვალა ახლო მღვიმეები ესე არის შორეული მღვიმეები და ახლო მღვიმეები აი ახლო მღვიმეებში არის პროხორე დასაფლავებული მოგვიანებით უკვე მე-20 საუკუნეში მისი სხეულის ანალიზი გააკეთეს დღემდე არსებობს ეს სხეული და 150 თუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა და 179 სანტიმეტრი ესე დეტალები არის მის შესახებ ცნობილი და ამის შემდეგ ეს სვეტოპოლკი პირდაპირ ესე იგი ქონდა სვეტოპოლკს ქონდა ესეთი თავის ცხოვრებაში წესი რომ აუცილებლად სადმე რომ მიდიოდა ან სანადიროდ ან ომში ხო სუბრძოლები იყო მაშინ აუცილებლად მოვიდოდა აი ამ მღვიმეებთან მღვიმეებში ამ კიევის პეჩორის მონასტერში ყოველწმინდა ღვთისმშობლისგან იღებდა ლოცვა-კურთხევას და მამების საფლავებზე მიდიოდა მათ შორის რა თქმა უნდა პროხორეს წმინდა ნაწილებთან გვიანდელი არის 19 საუკუნის შექმნილი პორტრეტი ნახეთ ხელში პურები უჭირავს აი ეს არის პროხორე კიდევ არის უფრო ადრინდელი 1702 წლის ესეთი გრავიურა არსებობს აი აქაც ხელში პურებით ეს არის პროხორე და ბოლოს კიდე რა შემიძლია გაჩვენოთ ეს არის აი ესე გამოიყურება მისი წმინდა ნაწილები მისი სანაწილე ეს არის პროხორეს შესახებ და აი ნამცეცი გვაქვს ეხლა გაჩვენებთ მე თქვენ სად არის აი აქ არის სანთოს მივიტან აი აქ არის არტებეროს პროხორე პეჩორელი აი ეს პატარა ნამცეცი არის აი გაგოქ მათი პეჩორის მონასტრის წმინდა ნაწილები და მე კი ამითი დღეს დავამთავრებ ესე იგი ჩვენ დღეს 9 თებერვალია საეკლესიო კალენდრის შაბათი 22 თებერვალი ანუ საეკლესიო კალენდრის 9 თებერვალი 2025 წელი და მამა გაბრიელის შესახებ გესაუბრეთ სხვა წმინდანებზე უკვე გვისაუბრია და დღეს აღარ შევჩერდით და შემდეგ მე დღეს გესაუბრეთ 11 თებერვლის წმინდანებზე უბრალოდ 9 თებერვალზე გესაუბრეთ და 10 თებერვლის წმინდანებზე გესაუბრეთ ეს იყო წმინდა ფილოსოფოსი ივანე ჭიმჭიმელი ღირსი მამა ეს იყო წმინდა ვალენტინა კესარიელი და ეს იყო წმინდა პროხორე მაინც რუსულად ვიტყვი ესე უფრო ჟღერს ლიბედნიკ ანუ მემხალე თუ მემტილე რა ვიცი აი ეს ქართული დასახელება ამისი სახელში გონი არ ჟღერს კარგად ეს თითიბო მოკლედ აი წმინდა პროხორეს შესახებ გესაუბრეთ მე კი ამითი დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი